მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ასეთი თემა ავარჩიეთ. ანუ რისთვის ბედი მუდმივად აბრუნებს მას შენს ცხოვრებაში. ანუ ეხლა მე ასტროლოგი იცით თქვენ რა არა ვარ, მაგრამ არის ეხლა ვიცი ესეთი პერიოდი, რეტროგრადული არა რეტროგრადული არ არის დაბნელების დერეფანი. და ამ პერიოდში ვიცი რომ ხშირად ბრუნდებიან ყოფილი პარტნიორები რა. და ზოგს კიდევაც უკვე ვიცი ჩემი უკვე საყვარელი კლიენტებისგან რომ ყავთ ესეთი პარტნიორები რომელიც სულ-მთელი ცხოვრება რაღაცა გაქრებიან, გამოჩნდებიან, ამათაც თავისი მისია აქვს ხოთაშორის და ჩვენ ახლა ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რანაირად რა ხდება. თუ არის თქვენთვის აქტუალური ეგეთი თემა, თქვა თუ ყოფილები გაწუხებენ თქვენ, ხო? ან დაუშვათ ყავთ ესეთი ადამიანი, რომელიც მუდმივად არსებობს თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ ჩვენ დღეს რისთვის ბედი აბრუნებს სულ ამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში. ისინი ცუდები არ არიან ნამდვილად, მაგრამ თავისი მისია აქვს თქვენ ცხოვრებაში, დღეს კონკრეტულად ვნახოთ ახლა თქვენ შემთხვევაში რა ხდება. ანუ პირველი კითხვა მაინც და ეს მთავარი ხო, ანუ რისთვის მთავარია რომ ბედი ამას ანუ ისევ და ისევ აბრუნებს, მაგრამ ხო რა ეს არის აი რატომ ასე ვკითხოთ ჩვენ ჩდება ის კვლავ და კვლავ თქვენ ცხოვრებაში. შემდეგი ვნახოთ რა გაკვეთილს უნდა აითვისოთ, რა გაკვეთილი უნდა აითვისოთ თქვენ ამ შეხვედრებით. კიდევ ვნახოთ ზუსტად აი ეს კავშირი, რა კავშირი გაქვთ თქვენ სულებს და რა კარმა, კარმის დონეზე რა, ცოტა ისეთი მინდა ღრმა გაშლა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანიც არის, ხო? კითხები მაქვს მომზადებული, მაგისი მიხედვით, რა თქმა უნდა, გავაკეთე, ისე მინდა გავაკეთო, რომ თქვენს დაინახოთ. გაჩვენებთ მაინც ყველა ვარიანტში. შემდეგი ვკითხოთ, ესე იგი, რა უნდა გაიგო? რატომ არის ეს შენთან ერთად? რა, როცა არის ეს ადამიანი შენთან ერთად. აი, როცა არის ეს ადამიანი შენთან ერთად, შენ რა უნდა გაიგო? აი ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. რა იქნება თუ შენ მიიღებ აი ამ დაბრუნებას, ამ ადამიანის დაბრუნებას? რა იქნება თუ შენ დაუშვათ უარს იტყვი ამ ადამიანის დაბრუნებაზე, თქვათ შენ ცხოვრებაში, ხო? გზაზე. და ვნახოთ რა არის ბედის ნამდვილი ძრახვა თქვენი ურთიერთობაში. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო. თუ და საჭირო იქნება, მე დავამატებ თქვა დაუშვათ პერსპექტივასაც, ხო? დაუშვათ თუ რამე პერსპექტივა არის, თუ არა ამ ურთიერთობაში. უკვე ეს დამატებით გავაკეთებთ ჩვენ. всё. მე მგონი გასაგებია დავიწყოთ. პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს. რატომ ჩდება ის კვლავ და კვლავ შენ ცხოვრებაში? როგორც გითხარით რა, აი ეგრევე გითხარით, ეს არის მონათესავი სული. ეს არის მონათესავი სული, რომელიც არის ისეთი პიროვნება, რომ აი როცა შეიძლება ნახეთ, როცა თქვენ ცუდად ხართ, ეს ადამიანი მაგ დროს ჩდება, დააკვირდით, როცა თქვენ ცხოვრებაში რამე ხარვეზები, როცა შეიძლება თქვენ ცხოვრებაში რამე ისეთი პერიოდები ჩხდება, დაუშვათ, როცა მტკივნეული მომენტები, ეს არის როგორი მომენტი, იცით, რატომ ჩდება, აი ნახეთ, რატომ ჩდება და ეგრევე ექვსიანი თასების რა. ანუ ეს არის რა თქმა უნდა ადამიანი წარსულიდან, ადამიანი რომელთანაც თქვენ გაქვთ კონტრაქტი, ანუ სულ ისეთ პერიოდში მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, როცა გრძნობ დისკომფორტს და მან უნდა შემოიტანოს კომფორტი თქვენს ცხოვრებაში. ნახეთ, როგორ ხარ დაკავშირებული თქვენ მენტალურად ამ ადამიანთან. ანუ ნახეთ, თქვენ ეხლა დაფიქრ, აი ნახეთ, ეს იმიტომ ავარჩიე დღეს ეს ჩემი საყვარელი სუფის ტარო, იმიტომ რომ მაგი ძალიან კარგად აჩვენებს იმენა სულის დონეზე რა. და აი ზუსტად ნახეთ, თქვენ აი აქ დგას გოგო, ნახეთ, ხელები ასე გულზე აქ დალაგებული, ანუ რაღაცა მჭირს, რაღაცა პრობლემა მაქვს, ხო? უშვებს სამყაროში ამ
თქვათ, ფიქრებს და ეს ნახეთ აი აქ იჭერს ამ ინფორმაციას და ბრუნდება მასთან. მიხვდეთ? ამიტომ ეს არის აი ძალიან ესეთი თქვენი მონათესავი სული იცოდეთ რა. და აი როცა ჩქარობს ყოველთვის რომ კომფორტი შემოიტანოს რა თქვენთვის არის ეს ადამიანი აი ეგრევე მოდის რა დიპეშა მიიღო და მოვიდა ეგრევე თქვენ ცხოვრებაში რომ რაღაცა უჭირს ამას რა. ნახოთ ახლა შემდეგი რა გაკვეთილი უნდა გაიგო ამ შეხვედრებით. რა გაკვეთილი ვაიმე მოდი ნახე არ უნდა რომ გაკვეთილი გითხრას შეხედე. აი ახლა რა გაკვეთილი ნუ ახლა მზის არკანი რა უნდა იყოს რა პირველ რიგში იცით რა არის აი აქ ნახეთ ახლა ორი ადამიანი არის კიდე და ერთი მეორეს ნუ მზის არკანი პირველ რიგში რა გაკვეთილი რომ შენ ხარ მართლა მშვენიერი კარგი ადამიანი შენ ხარ ყველაფრის კარგის ღირსი ამიტომ რომ ეს როცა მონათესავე აი ესეთი მონათესავი სული შენ ცხოვრებაში შემოდის ის ყოველთვის გაძლევს შენ ენერგიას რა. ეს ადამიანი მონათესავე სულები ყოველთვის აი ესეთი მონათესავი იმენა სული როგორც აი ამ არკანში ეს ხო გაჩვენებენ იმენა შენს კარგ მხარეებს რა. ანუ გტენიან რო იტყვიან თავისი ენერგიით. ეს მოდის იმისთვის რომ ამ რთულ პერიოდში როცა შენ სთხოვ სამყაროს დამეხმარე ხო ამას გიგზავნიან იმისათვის რომ შენ შეივსო ენერგიით. ანუ როგორც თქვენი ნატურა რა, ანუ შემოვიდა სატენი თქვენი რა, დაგტენათ აი ესეთი პოზიტიური ენერგიით, იმიტომ რომ ეს ადამიანი მე ხო ბევრჯერ მაქვს ხო ვიდეოებიც მაქვს ჩაწერილი სხვაობა მონათესავე სულების შორის და კარმული პარტნიორების შორის ხო? ანუ და პლუს კიდე ეს იმენა ესეთი აი როგორ არის ისეთი ჩიპი და დეილი რო არის ხო? ესეთი მულტფილმი რო არის ხო? როცა ის ჩიპი როცა დეილს უჭირს ის მორბის ხოლმე და ეხმარება. აი ეგეთი ადამიანი არის თქვენი ანუ დამტენი რა, ასე რომ ვთქვათ, იმ რთულ პერიოდში, როცა ნამდვილად თქვენ გჭირდებათ მისი დახმარება რა. ან ენერგია როცა გელევა, იმიტომ რომ აი აქ ძალიან კარგად არის, ნახეთ, ნახსენ გოგო დგას, როგორ ხედავთ, როგორც აგიხსენეთ წეღან რა. ამიტომ ეს გაკვეთილი რა უნდა გაიგოთ, გაკვეთილიც პრინციპში აქ ამასთან არაფერი არ არის. აქ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი თუ გამოჩნდა, ეს გამოჩნდა იმისათვის, რომ შენ დაგეხმაროს. შეიძლება კიდე მზე არის, ხო ვიცი, ჩვენი ეგო და უშუალოდ ხარ როცა ჩვენ ვთქვათ ვართ სიტუაციაში რომელიც თან ჩვენ ვიცით რომ მანამდე მეხუთე ენერგია არის მეხუთე შეიძლება даже ზოგი დეპრესიაში არის ვთქვათ ხო და ეს ადამიანი მოდის რომ გამოგიყვანო თქვენ ამ დეპრესიიდან ყველა ვარიანტში და თითქოს აი მე შენს გვერდით ვარ და შენი ეხლა ვიცი ჩვენ რომ ზე კიდევაც ეგოც არის ჩვენი ხო მაგ დროს როცა ჩვენ გვაქვს ესეთი დეპრესიული თემები ჩვენი ეგოც ილახება ხო და ეს ადამიანი მოდის და ეგრევე როგორც მზე ისე გამოჩნდება ხოლმე და იმიტომ რომ ის ნეგატიური არ უნდა იყოს იცოდეთ იმიტომ რომ ასეთ ადამიანს ყოველთვის პოზიტივი შეაქვს შენ ცხოვრებაში იმიტომ რომ საგერ მზეც მაგას გვეუბნება პოზიტივად ანუ პოზიტიურად გეუბნება შეიძლება შენ თქვა იყავი სხვა ურთიერთობა სადაც შენ არ დაფასდე სიტყვაზე ან შეიძლება სამსახურებრივ ნუ არა აქვს მნიშვნელობა ყოველთვის თავისი თემა აქვს ხო და ეს ადამიანი ყოველთვის აგამაღლებს ასე რომ ვთქვათ რა თავისი შეიძლება კომპლიმენტებით თავისი სიტყვებით თუნდაც იმითაც რომ გამოჩნდა და თუნდაც იმითაც რომ შენ იცი რომ ვთქვათ აი რაც არ უნდა იყოს ვთქვათ შეიძლება წლები გადის ვთქვათ შეიძლება თქვენ თვეები რამიცა წლები ვთქვათ ერთმანეთთან არა გაქვთ ურთიერთობა და ის ესეთ პერიოდში მოდის ხოლმე რომ იმენა შენ აი რაღაცნაირად შეგმატოს ეს ენერგია რომ შენ მართლა даже როგორ ვთქვათ აგამაღლოს რო ვთქვათ რა იმიტომ რომ აი ხედავთ რა მზის არკანი არის ეგრევე რა ну ვკითხოთ ახლა ჩვენ შემდეგი კითხვა გვაქვს ჩვენ ანუ რა გაკავშირებთ სულის და კარმის დონეზე თქვენ თუმცა ისედაც უკვე გვიპასუხეს მაგრამ ну მაინც ვნახოთ რა გაკავშირებთ ну ისე ხო ხედავთ მეათენა ну მე გეუბნებით ეს შეიძლება ნახეთ კიდე როგორ რა ადამიანი შეიძლება იყოს ეს
აი ნახეთ, მონათესავე სულები არიან აი ურთიერთობას რო შევეხოთ კიდე ახლა რო დავბრუნდე იქ, არიან ადამიანები, რომელიც ეხوارიან ზოგი даже ცოლ-ქმარი გაგიგია თქვენ ვთქვათ 20 წელი, 30 წელი მთელი ცხოვრება ერთად რო ცხოვრობენ, აი რუსულად არის ესე душа в душу რა, ანუ თითქოს ერთი სულით რა ერთი სულია რა, ერთი სულით ცხოვრობენ რა. და ანუ ერთმანეთს ეს ადამიანები აძლევენ მონათესავე სულები ერთმანეთს გიზრდიან, მაგრამ მაგათი ჩხუბიც როცა ხდება, ის არ არის ესეთი ჩხუბი, რო თქვა დახოცონ ერთმანეთი, რა დონეზეც არის კარმულში სიტყვაზე, ხო? შეიძლება აი კარმულში ნახეთ როგორ არის, დააკვირდეთ, როცა ადამიანი გეუბნება, შეიძლება იგივეს რაც ეს ადამიანი გეუბნება, იგული ტკივა ძალიან რა. ანუ ეს არის როგორ ნახეთ მონათესავე აი ძმა დაუშვათ, რომელიც გიყვარს უზომოდ სიტყვაზე, ხო? ანდა რომელიც უზომოდ გიყვარს და მაინც ახლა რაც არ უნდა გითხრეს, შეიძლება ოდნავ გეწყინება, მაგრამ მაინც პატიობ, ნუ ჩემია რა ვქნა რა გავაკეთე თუ ახლა გადახარშავ, შეიძლება თქვა გეწყინება, შეიძლება რაღაცა პერიოდი გაბუდული იქნება, მაგრამ მაინც პატიობ, იმიტომ რომ ანუ ეს პატიობაც ისე მიდის, რომ აი თითქოს რა ვიცი, არაფერი არ იყო. ახლა კარმულში, ახლა ეს უკვე გჭდება, აი ძალიან ეს ტკივა უზომოდ, აი რო გაგიჭრა დაუშვათ, ახლა დანიეთ გული და მარილი დააყარო, ხო? პატარა რაღაცას აი ძალიან მტკივნეულად იღებ კარმულში. და მონათესავე სულები არიან აი უფრო ხო გეუბნები, იმათ შორისაც ხდება რაღაც მომენტები, მაგრამ ნუ მტკივნეული სიტყვაზე, მაგრამ არა ისეთი, რომ თქვა всё, საერთოდ შენიდან ახლა არ მინდა მტრები და რაღაცა ეგეთი არა. და ამიტომ აი ეს თქვენი კავშირიც არის, ანუ შეიძლება თქვენ სიტყვაზე არ გეწერათ ამ ცხოვრებაში, რომ ყოფილიყავით ცოლ-ქმარი და ეს იმიტომ რომ ხა თქვენ რომ ცოლ-ქმარი ხარ და თქვენ გყავთ ესეთი ადამიანი გვერდით, რომელსაც თქვენ გაქვს სიყვარული, გაგება, ანუ საერთო რაღაცა ინტერესები, თქვენ ერთად მოგზაურობთ, თქვენ ახლა ერთად თქვათ შვილებს ზრდით და ასე შემდეგ, თქვენ ახლა ამ გაშლას არ უყურებდით, ხო? ნუ ეს ძალიან, ნუ დაწეროთ კომენტარებში თუ ვინმე ახლა უყურებს, მაგრამ თავის ქმარზე, მაგრამ არ ამგონია რა, იმიტომ რომ ჩვენ თემაც გვაქვს ესეთი, რატო ჩდება სულ, ხო? ყოფილი პარტნიორი. და ამიტომ ეს შეიძლება თქვენ იყავით წინა ცხოვრებაში ცოლ-ქმარი, ან ეგეთი მონათესავე სულები მე ხო გეუბნები, აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი კარმული შეიძლება თქვა გაგრძელდეს, შეიძლება იმ შემთხვევაში და არ დაშორდებიან თუ ორივენი ვითარდებიან, ორივენი მიდიან იმ გზაზე, რომ თქვათ, ახლა ნუ ერთნაირად ვითარდებიან, სულიერადაც, მატერიალურადაც მიხვდეთ, ხო? და აი შეიძლება თქვენი სულები წინა ცხოვრებაში მიაღწიეს მაგას, მაგრამ ამ ცხოვრებაში თქვენმა სულებმა აირჩიეს აი ასეთი გზა, რომ დაუშვათ, როცა შენ გაგიჭირდება, მე შენს გვერდით დავდგები, მე მოგიტან შენ კაი პერიოდებს მოგცემ, ანუ მოგიშუშებ შენაიარებებს, მაგრამ ცოლ-ქმრული შეიძლება არ შედგა, რადგან ჩვენ თემაც გვაქვს, ანუ ყოფილი რატო ბრუნდება. შეიძლება გქონდათ თქვენ რაღაცა პერიოდი მასთან და რატომღაც დაშორდეთ, ან ნუ მიხვდეთ ხო რაღაც, რასაც გეუბნებით რა შეიძლება კავშირი გქონდეთ თქვენ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ აქ აი ეს სულის დონეზე და კარმის დონეზე, აი თქვენ გაქვთ ასეთი ბედნიერება, ნახეთ, იმიტომ რომ აქ даже შეხედეთ ორი ბავშვი, ხა სხვანაირადაც რო წავიკითხოთ, შეიძლება თქვენ даже ზოგი ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, ხო? ან თქვა სტუდენტობის პერიოდიდან შეიძლება იცნობთ ერთმანეთს, იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი, მაგრამ აი როცა გჭირდება, მაშინ მოდი, ანუ გეუბნები, აქ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ შეიძლება წინა ცხოვრებაში იყავით ცოლ-ქმარი, ოჯახი წყავდეთ, მაგრამ ამ ცხოვრებაში აირჩიეთ ასეთი გზა. ესე იგი, ალბათ თქვენ გაქვთ კიდე სიტყვაზე თქვენი რაღაცა კარმული მომენტები გასავლელი და ამას ახლა ამასთან უკვე არა გაქვთ. ამასთან შეიძლება აღარა გაქვთ, იმიტომ რომ ამასთან გაიარა და ის დარჩა უბრალოდ თქვენი აი ესეთი სულიერი მეგობარი, ასე რომ ვთქვათ, ხო? რომელთან შეიძლება გაქვთ თქვენ ახლა რომანტიკული რაღაცა მომენტებიც რა, მთელი ცხოვრების მანძილზე. არის, იმიტომ რომ აკათიანი არის თასების, ანუ ესე იგი დიდი ხანია, ხო? ესე იგი ეს შეიძლება მთელი ცხოვრება არის ეს ადამიანი თქვენს გვერდით. და ამიტომ სულის დონეზე თქვენ ხართ აი ძალიან ახლო, ან შეიძლება
თქვა ძმა იყო, ну არა აქვს მნიშვნელობა, ამაზე სხვათა შორის ძალიან მაგრად მატრიცას როცა ვარჩევ, აი იქ ჩანს ეს მომენტები. ანუ თქვენ რა გაქვთ გასავლელი და ეს ადამიანი რა პერიოდში ჩდება, ისეც არის. და ორ სიტყვას იმასაც ვიტყვი, მატრიცაზე ვინც მოდის კურსზე, მაგაზე მე დავდებ, ცალკე კიდე ვიდეოს და მაგ ახლა სხვა არხი შეგიძლიათ იქაც ნახოთ, მაგრამ აი ძალიან ბევრს აქვს გაკეთებული ჩემთან მატრიცა და შეიძლება გაშიფრება, თქვა გიჭირთ. აი პირველი კურსი მატრიცაზე, რომელიც მექნება, იქ იქნება სულ გასწავლეთ, როგორ უნდა გაშიფროთ თქვენი ყველაფერი. ამიტომ თუნდაც მაგისთვისაც შეგიძლიათ, რომ თქვა ეს კურსი თქვა ახლა გაიაროთ. ну ეს სხვა თემა, ну პრინციპში ეს თემა რა, აქაც ახლა რადგან ჩვენ სულის დონეზე ვარჩევთ, ხო? ვნახოთ ახლა რა უნდა გაიგო თქვენ მანამ სანამ ეს ადამიანი არის შენთან ახლოს. ანუ ეს არის შენთან მანამდე არის, რომ ეს უნდა გაიგო რაღაცა იცით როგორ არის, აი რა უნდა გაიგო სანამ ეს ადამიანი შენს გვერდით არის იეროფანტი. ну პრინციპში ზოგისთვის იქნება რჩევა ისეთი, რომ უნდა მოусმინო, იმიტომ რომ ამას შეიძლება კაი რჩევებიც გქონდეს ზოგისთვის დაუშვოთ, ხო? დამბლოს კიდე ნახეთ იეროფანტის მაინც ენერგია, ეს არის როგორც აი ოჯახი რა, ოჯახი. აი უფრო აი როგორ არის, რატომღაც მომდის, როგორ აი მამას რატომღაც ენერგია მომდის, იცით? აი შეიძლება რომ თქვათ, ну ეს ცოტა ღრმად შევდივარ, ახლა არ მინდა ხა საჯარო გაშლაში ახლა მაგაზე გელაპარაკოთ, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, შენ უნდა ნახეთ კიდე რა, სანამ შენთან არის, შენ უნდა იცოდე, რომ შენ ყოველთვის შეგიძლია როცა გაგიჭირდება, აი მამასთან რო წამოვიდა, ნახეთ, როცა შენ გაგიჭირდება, შენ ყოველთვის შეგიძლია მას მიმართო და ის ყოველთვის იქნება შენი ოჯახებით. ნახეთ, როგორც აი ზის ახლა იეროფანტი, აქ არის ახლა მეჩეთი, რა თქმა უნდა, ეს არის ახლა მუსულმანური ვიცით ჩვენ, ხო, ეს დასტა. ну არა აქვს მნიშვნელობა, თქვა შეიძლება თქვა ეკლესია იყოს, ხო? ანუ შენ როგორც შეგიძლია ყოველთვის, ანუ მიხვდე რა, მისი მნიშვნელობა, რომ ეს იმდენად შენთვის ესეთი ადამიანი, რომ შენ შეგიძლია მასთან გაშალო, აი შენი გულის წადილი თუ თქვა, ხო? გაუშალო და ყველაფერი აბსოლუტურად იმას ყოველთვის ესმის შენი რა. მოდით კიდე მოხსნა, აი დღეს დავა ჩემი პირველი დასტა გერმა უკვე იცით, ხო? აი მოდით კიდე კონკრეტულად მინდა რომ გავიგოთ რა, ცოტა იეროფანტზე რას გვეუბნება ჩვენ აქ. რომ ანუ იმიტომ აქ მე გაკვეთილებს ვერ ვხედა, ვერ ვიტყვი რომ თქვენ ახლა აქ მასთან როცა არის თქვენს გვერდით რაღაცა ისეთი არა, კონკრეტულად მითხარით რა უნდა გაიგო, როცა ის შენთან არის. ნახეთ, სულ მაღალი არ კან, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება სხვათა შორის თქვენთან. ანუ ზუსტად აი ეს მომენტი, რაც გითხარით, რომ თუ ამ ადამიანს შეუძლია თავისი რჩევები, თავისი ქცევები, თავისი მიდგომით, თავისი ცოდნით აი თქვენი სირთულეები ვაფშე შეცვალოს რა. კიდე ამ ადამიანს რა, ამას შეუძლია რომ თქვენ დაგეხმაროს ძალიან მაღალ დონეზე და დაუშვოთ, თუ თქვენ ეს ადამიანი დაგჭირდებათ, ხო? даже აიღოს თავის თავზე ეს სირთულეები რა, დაგიდგეს ძალიან მაგრად გვერდში. კი. აი თქვენი ტკივილი აიღოს. კი, თქვენი ტკივილი, თუ მაგას ძალიან უყვარხართ. თან როგორ უყვარხართ, იცით, სუფთა სიყვარულით. აქ არ არის გაუშვით როგორი სიყვარული, იცით, რომ აი შენგან რაღაცა უნდა, შენგან რაღაცას ელოდება, შენ რო ამას იზავ, მეც ამას გიზავს, შენ თუ გეყვარები, მეც გეყვარე, არავითარ შემთხვევაში, არა. ამას აი მამა რატომ მომდიოდა, მაინც ახლა ну იეროფანტის ეს ენერგია ოჯახური, ხო? ანუ თითქოს მე ყველანაირად შემიძლია შენ დაგეხმარო და გადაგატანინო შენი ტკივილები. მიხვდეთ? და შენგან არაფერი არ მინდა ამ დროს. აი ძალიან ღრმად გვაჩვენებენ დღეს ჩვენ რა, იმიტომ რომ ეს არის იმენა სუფთა სიყვარული რა, როცა
ეს არის როცა შენ აი ახალი შეხვედრა რო გაქვს ადამიანთან, ადამიანი თქვა მოგეწონა ხო? შენ ხო იმ წუთში აი შეგიყვარდა უცბად, შენ ხო არაფერი არ გინდა იმ ადამიანისგან, ხო ჯერჯერობით ეგა მე იწყება რაღაცები თუ რა. მანამდე აი ოღონდ უბრალოდ იყავი ჩემ ცხოვრებაში. მიხოთ აი აქ ეგეთი ენერგია მოდის რა. ვნახოთ ახლა რა იქნება თუ მიიღებ ამ დაბრუნებას. ნუ აქ ნახეთ ახლა რა იქნება, მე ვერ გეტყვით რომ თქვენ ახლა ასეთ ბედნიერებას შემოიტანს, მოიცადეთ აბა ვნახოთ ჯერ გავხსნი, იმიტომ რომ თარო როგორ რა იქნება თუ მიიღებ. აქ გოგოებო და ბიჭებო, აქ შეიძლება თუ სამკუთხედი არის, იმიტომ რომ აქ სამიანი არის აქ. მაშინ ახლა რო გითხრათ რომ ახლა ძალიან ბედნიერი იქნები, არა, სულ გულის ტკენა იქ ნახათ აქ როგორ არის ეს გოგო. და გული როგორ ტირის მისი შეხედეთ რა. და რატო? იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი თქვა თქვენ ამ ცხოვრებაში კი აი ძალიან კარგი პიროვნება სიტყვაზე, მაგრამ თქვენ რადგან არ ახართ ერთად ხო არის რაღაცა მიზეზი ხო სიტყვაზე. იმიტომ რომ აქ ისეთი პიროვნება და ისეთი დამოკიდებულება, რომ უფრო მეტი პლუსი ვიდრე მინუსი, მაგრამ ნახეთ თუ სამკუთხედი და შეიძლება ეს ადამიანი არ იყოს თავისუფალი დაუშვოთ, ხო? არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა შემთხვევაში დაუშვით იქნებოდეთ ერთად. ამიტომ ახლა თქვენ რო დაუშვოთ ეს ადამიანი იქნება თქვენს ცხოვრებაში, ისევ ისე გექნებათ ეს ტკივილები, რომელიც შეიძლება თქვათ დაუშვით, იქნებ მოსინჯეთ თქვენ და დაასრულეთ, ხო? ანუ რა იქნება? არა. ანუ როგორ არის, თუ თქვენ გქონდათ მასთან რამე ურთიერთობა ადრეს, იგივე იქნება აბსოლუტურად, ამიტომ ტარო ეძახას, რომ ჯობია რომ არ დაიწყო. იმიტომ რომ აი იმენა სერიოზულზე ხო, ჩვენ ვიძახოთ ურთიერთობას, აბა რატო, რას მეტყვია, ნახოთ აბა რატო. ნუ იმიტომ რომ შენი მონათეს მაგას სხვა მისია აქვს. ვერ იქნებით შენ თქვენ აი ისე ეხა ნახეთ რა ხდება. აი ეს როცა მოდის თქვენ ცხოვრებაში იმ პერიოდში, როგორც თქვით, როცა გჭირდებათ ეს ადამიანი, მაგ პერიოდში ეს არის აი იმენა თქვენთვის საჭირო. აი ხა ნახეთ იმ ალამოს სიტყვაზე ხო, დაუშვოთ რაღაცა გჭირდება, წელი გტკივა. შენ მალამოს მოусმენ და მე ეგრევე კარგად ხარ. ახლა კაი გაგიარა ახლა ეს ტკივილი ხო? ახლა შენ სულ მიდი წაისვი ახლა ეს მალამო რა გინდა? ხო, აღარ გჭირდება. შეიძლება გამოიწვიოს რა მე უკავშირები რაღაცები თუ ან რა ვიცი, რაღაცა ჯანდაბები. ამიტომ არა. იმ პერიოდში, როცა შენ ეს ადამიანი გჭირდება, მაგ პერიოდში ეს ადამიანი ისედაც ყოველთვის შენს გვერდით იქნება, მაგრამ ისე რომ შენ დაუშვოთ ახლა მასთან დაიწყო რამე თქვა, ანუ დაიბრუნო, იქნება ის ტკივილი, რომელიც შენ უკვე შეიძლება გაქვთ, შეიძლება თქვენ სინჯეთ უკვე ეს ურთიერთობა და არ გამოგივიდათ, რატომღა და თუ სამკუთხედია, იცოდეთ არ გამოგივათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ დაასრულებს, ანუ მაგას აქ რაღაცა გამოცდილება, რაღაცა უკვე მაგასაც აქ, იქ ცხოვრება გამოვლე, ეს იმ ცხოვრებიდან არ წამოვა. მიხვდით? ამიტომ თქვენთვის არის უფრო აი აქაც სულ სამკუთხედი შეიძლება ზოგისთვის იყოს რა, ან არ არის თავისუფალი ადამიანი სიტყვაზე, ხო ხდებით რა? და ამიტომ არის, ანუ უფრო თქვენთვის არის კარგი, რომ ეს ადამიანი მოვიდა და დაგეხმაროს, როცა შენ გჭირდება რამესთვის ეს ადამიანი. აი ეს არის რა. უფრო ეგეთი თემა. ნუ რა იქნება თუ შენ დაუშვათ უარს იტყვი. უფრო კარგად იქნები, ბედნიერად იქნები და რა თქმა უნდა, ნახეთ ეს არის აი ისევ ისე იქნება თქვენი სულები სიმღერებენ. ანუ კარგად იქნები, არ გიჭირდება. იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით, არა აქვს ყველას ახლა ერთი და იგივე, ანუ ყველას ჩვენ სამსახური აიღეთ, ხო? ყველა ადამიანს თქვათ აქვს თავისი რაღაცა დანიშნულება, რაღაცას აკეთებს. როცა თქვათ შეიძლება თქვათ ახლა ექიმად დაიწყოს ახლა მუსიკას რო ასწავლოს, ხო? და თვითონ ახლა სმენაც არ აქვს, ხო? რა იქნება? არაფერი და როცა როგორც ექიმი აკეთებს თავის საქმეს ძალიან კარგად, ხო? და მუსიკის მასწავლებელი თავის საქმეს აკეთებს. ისე გვაქვს ჩვენც სულ ყველა ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენი დანიშნულება. ეს როგორც აი რო იძახენ, რომ ცხოვრება არის თამაში და ეს არის სცენარი. ამ სცენარის ამას აქვს აი თქვენი ცხოვრების სცენარში აი ესეთი როლი. როცა სულად ხარ, ან რაღაცა როცა ჭირდება თქვა ახლა სულიერი დახმარება, სულიერი. ნახეთ კიდე ეროფანს უბრუნდები
ეს დაგეხმარება თავისი თქვენ ცხოვრებაში ყოფნი, ანუ მოვიდა იმაში, რომ თქვენ გაგაძლიეროთ თქვენი პრობლემები, თქვათ, თუ გჭირდებათ რამე, შეგიძლიათ მიმართოთ, გადაგიწყვეტს ეს ადამიანი კი, მაგრამ როგორც თქვათ, თქვენ თუ უკვე ეცადეთ და დაბრუნდეთ ურთიერთობაში, არ გამოგივათ, იმიტომ რომ იმას თავისი რაღაცა გზა კიდე ხო, თქვენს გარდა მაგას კიდე აქვს რაღაცა თავისი გზა, თავისი გაკვეთილები. და მარტო შეუძლია მაგას მოვიდეს მაშინ, როცა თქვენ გჭირდებათ ეს ადამიანი. მიხვდეთ? და თქვენ სხვა რუზახეთ, თქვენ უბრალოდ ახლა ნუ ეს უკვე დონეს მენტალური დონეს ხდება და თქვენთვის ახლა თუ არ მაგასთან თუ თქვენ არ დააკავშირებთ ურთიერთობას, ახალი სიყვარული შეიძლება შემოვიდეს დაუშვათ და აგერ ჩქარობს კიდევაც, ხო ხედავთ? აგერ ჩქარობს თქვენთან ძალიან ბედნიერი ურთიერთობა, სხვათა შორის, ძალიან ბედნიერი ურთიერთობა, ბედნიერი შეტყობინება, ну აქ რაღაცა უფრო სხვა, თქვენ სხვა გზა გაქვთ, იმას სხვა გზა აქვს. მარტო თქვენ ერთმანეთს ხვდებით, როცა საჭირო არის, მიხვდეთ? და ნახოთ ახლა მაბადეთ. არ არის ბედის ნამდვილის რა ხო თქვენს ურთიერთობაში. პენტაკლების ტუზე. ანუ საჩუქარი. ეს არის ღვთის საჩუქარი, ეს არის როგორ იცით, აი, ну, ჯილდო რა. პენტაკლების ტუზე ყოველთვის ჯილდო. ну, პრინციპში ხა რომ მე რო დავიწყო ახლა ამისი ახსნა, იგივე იქნება, როგორც თქვათ, ახლა მე თქვენ აგიხსენით უკვე მე მგონი საკმარისად, ხო? ეს ადამიანი რისთვის არის თქვენ ცხოვრებაში? მნიშვნელოვანი პიროვნება, ანუ როცა მოდის, რომ შენ დაგაჯილდაოს თავისი ყურადღებით, თავისი დახმარებით, ანუ უმნიშვნელოვანესი არის, მაგრამ იმ დროს, როცა თქვენ გჭირდებათ. ხო მივხვდით? ისე დამებადა ერთი კითხვა, ანუ მაინც თქვენ ერთმანეთისთვის, აი თუ გვეთქვეს და რო ახლა, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში? თუმცა პრინციპში უკვე რომ ის რო თქვენ მართლა ძალიან წინა ცხოვრებაში ვეთნახოთ. ვინ იყავით თქვენ ერთმანეთისთვის წინა ცხოვრებაში? გამოვიდა ახლა ორიანები. რაღაც მოდის. შეათო ნერვიულობთ. ვინ იყავით თქვენ ერთმანეთისთვის? მე დაჟრას მერე? ეხლა ვერ აგიხსნით, ვინ იყავით ერთმანეთისთვის? აქტუალი ისტორია მომიყვეს. აი ზუსტად ნახეთ კარმული ურთიერთობას მიხსნიან, ანუ თქვენ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანთან გაიარეთ ძალიან მტკივნეული ურთიერთობა, ძალიან. ჩხუბებიც ჰქონდათ, შეიძლება რაღაცა გაუგებრობაც ჰქონდათ, მაგრამ ამ ყველაფერმა ზუსტად როგორც გითხარით, მიგიყვანა თქვენ სულიერ განვითარებას, იმიტომ რომ აქ დიდ ტრანსფორმაციას განიცდიდით თქვენ და უკვე თქვენ აქ აირჩიეთ გზა, ახალი გზა იმისათვის, რომ ამ ცხოვრებაში რომ დაბრუნდეთ უკვე თქვენ, აქ არ იმენა აი სიძლიერისთვის. ნახეთ რომ აი კი, როცა დაგჭირდები, როცა შენ თქვა ახალი ეტაპი კიდე ნახეთ, როცა თქვენ ცხოვრებაში შეიძლება რაღაცა ეტაპს თქვენ დაასრულებთ, ხო? რაღაცა პერიოდს დაასრულებთ, ეს ადამიანი თითქოს მოდის როგორ იცით, აი ისე უნდა იცოდეთ პრინციპში ეგარ დაჟე როგორც და ესე დახმარება თქვენთვის რა. რომ უნდა იცოდეთ, როცა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში მოდის, ეს უკვე თითქოს აი იმისი ნიშანი, რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა ახალი ეტაპი იწყება. ახალი, მაგრამ ძალიან კარგი ეტაპი იწყება და აკვირდეთ თქვენ, როცა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდა, რა იყო ახალი თქვენ ცხოვრებაში, რა შემოვიდა ახალი თქვენ ცხოვრებაში. აი თქვათ, ეხა ეს როგორც აი დროშა რა, თუ გამოჩნდა, მოგიშუშა შენი ნაიარები და მერე უკვე მოგცე სიძლიერე, ანუ თითქოს დაგილოცა გზა. ანუ მოგცა შეგმატა ეს და ეს სიძლიერე, იმიტომ რომ მზის არკანები სულ არის, ახლა მეორე დასტავიღე და მეორე. და ანუ ეგრევე, აი ნახეთ ვამბობ სხვა ეტაპზე გადაყვანა და აგერ არის კოშკი. ხედავთ? სხვა ეტაპზე გადადიხართ. ანუ ეს უკვე თქვენთვის აი როგორ დაიმახსოვროთ, როგორც ესეთ კაი ნიშანი გამოჩნდა, დამეხმარა და მეც გადავდივარ სხვა ეტაპზე. და სხვათა შორის ძალიან ბედნიერ ეტაპზე გადადიხართ. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცა კიდევაც გადადეს სხვა ურთიერთობაზეც რა.
ну, ეხლა საჯარო გაშლაბა ყველას თავის სიტუაციები გვიხდეთ. იმიტომ რომ ну თქვენ ხო გითხარით ორივეს გაქვთ თქვენი ამიტომ აი ესეთი მოლაპარაკება კი გქონდათ ეთქობა თქვენ რომ ეს კარმული გაკვეთილები გავლილი გაქვთ ძალიან ესეთი მტკივნეული მაგრამ მოერიეთ მაგრამ ამ ცხოვრებისთვის არ არის აი არ აგირჩევია თქვენ ორივეს გაგაქვთ თქვენ თქვენი გზა მაგრამ აბა ნახავ მაინც ება თქვათ თუ კიდე თუ მაჩვენებენ, მაინც მინდა რა მინდა, იცით რომ მაჩვენონ. აი, ну კარმული პარტნიორები რო იყავით კი, მე როგორც გითხართ, კარმული პარტნიორები, რომელმაც გაიარეს რაღაცა და ამ ცხოვრებაში უკვე თქვენ მოდიხართ, აი რაღაც სხვანაირად რა. ვიცოდეთ ეს არის რა. ის მაინტერესებს თუ გვეტყვის კიდე ეს ჩემი დასდაც, აი ნუ ზუსტი პასუხი. ერთმანეთისთვის ვინ იყავით თქვენ წინა ცხოვრებაში. თუ იგივე მაჩვენა. ну, ხო გეუბნებით. წყვილი იყავით თუ ეჭველი, თქვენ გქონდათ სიყვარული, კი. თქვენ იყავით, მაგრამ აქ რას მაინც, კი, რომელმაც კი, აი რაც გითხარით, კი ბატონო, პრინციპში რაც აგიხსენით, ხო? ანუ თქვენ გქონდათ ხანძლივი ურთიერთობა, ეს ურთიერთობა ის კარმულიდან გადავიდა უკვე მონადესავის სულების ურთიერთობაში და ეხლა ნახეთ, აქ იყო დიდი სიყვარული, აქ даже შეიძლება სხვაობა გქონდათ რაღაცა საკში არ გამოვრიცხო მე სხვათა შორის, მაგრამ ეხლა და ნახეთ, აი ურთიერთობა, რომელიც ნახეთ სიყვარული გქონდათ, მაგრამ ეს დაამთავრეთ თქვენ რაღაცა მტკივნეული პირი, ანუ აქ თქვენ შეძელით. აქ თქვენ შეძელით რა. აქ სხვათა შორის თქვენ ძალიან დიდი გაქვთ გოგოს მონაწილეობა აქ. ძნელად, მაგრამ შეძველით თქვენ შეძელით. ამ გაკვეთილების გავლას დაასრულეთ რთული, ურთული ესი პერიოდი მასთან და შეიცვალა სიტუაცია ეს ბედის ადამიანი. მაგრამ აი ამ ცხოვრებაში ხო გეუბნებით, რომ რაღაცა რთული პერიოდი გაქვს, აი ძალიან რთული პერიოდი დამთავრებული გაქვს. მიღებული გაქვს გაკვეთილება, აი სირთულეები გაიარეთ რა. და აი ნახეთ ეს სიყვარული. ხო გითხარით, ну, პრინციპში იგივეს მიყვებათ, არო, რასაც უკვე მოგიყევით მე თქვენ. იგივეს, ანუ აი ესეთი რაღაცა და ეს რატო კი. აქ კარმული ურთიერთობა გქონდა თქვენ, რომელიც თქვენ გაიარეთ და ასრულეთ. სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ურთიერთობამ თუ თქვენ დაუშვით ხართ ახლა ფსიქოლოგი, ეზოტერიკოსი, ხო? აი даже აი შეიძლება და წინა ცხოვრებაში, როცა ვაკეთებთ მატრიცას, ხო? ჩვენ გვაქვს იქ პროგრამები, რომელიც გვეუბნება, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო დაკავებული ეზოტერიკით, ხო? მეორე ენერგია, ურუნის ენერგია. თუ თქვენი პარტნიორი ორში არის დაბადებული, ამ მეორე თვეში იცოდეთ, რომ წინა ცხოვრებაში უკვე ამ ადამიანმა თქვენზე მაგრათი მოქმედა იმაზე, რომ თქვენ ამ ცხოვრებაშიც უკვე გაქვთ ეს მონაცემები ყურუნის და მაგას ვთხარით მადლობა, აი კიდე გვერდხების დედოფალი იგივე ყურუნი, ხო ვიცი ჩვენ. всё ჩემო სიხარულები, მე მგონი საკმარისად გითხრა ჩვენ ტარო. დღეს თქვენი ყოფილის დაბრუნებაზე ძალიან მაინტერესებს მომწერეთ, ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდა თქვენი ანუ ვის რეზონირდა ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს დღეს. მე კი ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ ყოველთვის